ირანს კატასტროფული კვირა ექნება კარმის მოსვლასთან ერთად. თეირანი ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს ცდილობდა ძლიერი გამოჩენილიყო ტყუილებით. ირანის მხარდამჭერმა ქსელებმა გაავრცელეს ვიდეოები, სურათები და ცუნტკიცებები, რათა გაეზარდათ გამარჯვებები, გაეზარდათ ზიანი აშშ-ს და ისრაელის წინააღმდეგ და აერიათ საზოგადოება. NewsGuard-მა გამოავლინა 89 კალბი მტკიცებულება, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტთან და რომლებსაც ასობით მილიონი ნახვა ჰქონდა. მაგრამ ფაქტები აჩვენებს ნერვიულ ცნეხის ქვეშ მყოფ რეჟიმს და დიდ კოალიციას, რომელიც კალიბდება. რევოლუციურმა გვარდიამ მუქარა გამოუცხადა გემებს, განახორციელა თავდასხმები ამერიკულ ხომალდებზე, სცადა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დაშინება, მოითხოვა სანქციების შემსუბუქება და საზღვაო ბლოკადის დასრულება. და ამასაც კი ცდილობდა, როგორც გულუხვი წინადადება გაეყიდა. დონალდ ტრამპმა ირანის პასუხი სრულიად მიუღებლად მიიჩნია. ამის შემდეგ თამაში თავად ირანის წინააღმდეგ შემოტრიალდა. ის, ვინც ვაშინგტონის არაკონტროლებადობაში ადანაშაულებდა, ახლა თავად გამოიყურება როგორც მხარე, რომელმაც თავი დაკარგა, არასწორად გათვალა და რეგიონი უპრეცედენტო კრიზისში ჩააგდო. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მიღებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალუესი, ახლა არაკონტროლებადობის იმიჯი ირანს ეცემა. რეჟიმი ამბობს, რომ შეთანხმება უნდა, მაგრამ ამერიკულ ბაზებს ემუქრება. ამბობს, რომ სტაბილურობა უნდა, მაგრამ კომერციულ გემებს საფრთხეში აგდებს. ამბობს, რომ პატივისცემა უნდა, მაგრამ ევროპული ხომალდების დაშინებას ცდილობს. ამერიკული გაფრთხილებაც ტონს შეიცვალა. ირანული შანტაჟის მიღების ნაცვლად შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკული თავშეკავება არ უნდა აგვერიოს სიმტკიცის ნაკლებობაში. ამერიკელმა სამხედრო ხელმძღვანელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრალური სარდლობა და გაერთიანებული ძალები მზად არიან განაახმონ მასშტაბური ოპერაციები ირანის წინააღმდეგ, თუ შესაბამის ბრძანებას მიიღებენ. ეს არის ამ კვირის მთავარი შემოbrunება. ადრე თეირანი ცდილობდა ეთქვა, რომ მისი თავშეკავება დასრულდა. ეხლა ვაშინგტონი აჩვენებს, რომ მის მოთმინებასაც აქვს ზღვარი. ირანის რეჟიმმა იფიქრა, რომ შეეძლო დაძაბულობა გაეზარდა პასუხის გარეშე. აღმოაჩინა, რომ ეს დაძაბულობა შეიძლება მის წინააღმდეგ შემოტრიალდეს. რევოლუციური გვარდიაც დაბნეული და მკაფიო მიმართულების გარეშე ჩანს. რეჟიმის ერთი ნაწილი ომით იმუქრება, მეორე ნაწილი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებას ცდილობს. ერთი ფრთა აბსოლუტურ წინააღმდეგობაზე საუბრობს. სხვა ნაწილი ბლოკადის დასრულებას, სანქციების შემსუბუქებას და რესურსების გათავისუფლებას ითხოვს. დონალდ ტრამპმა უკვე აღნიშნა, რომ ირანის ხელმძღვანელობაში არსებული დაპირისპირებიდები და არეულობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც შეთანხმების მიღწევა რთულია. ანალიტიკოსები ამ დაყოფის მასშტაბებზე მსჯელობენ, მაგრამ რეჟიმის საჯარო ქცევა ერთ მარტივ ფაქტს აჩვენებს: თეირანი ერთხმად არ საუბრობს. სანამ დიპლომატია დროის მოგებას ცდილობს, სამხედრო ფრთა რისკს ზრდის. სანამ მთავრობა გამოსავალს ეძებს, რევოლუციური გვარდია პროვოკაციაზე დაჟინებით მიდის. სიცრუეც ირანის წინააღმდეგ მოქმედებს. ომის დროს ირანის მხარდამჭერმა ქსელებმა გაავრცელეს ვიდეოები, სურათები და კალბი მტკიცებები, რათა გაეზარდათ გამარჯვებები, გაეფართოვებინათ ზიანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ და დაებნიათ საზოგადოება. NewsGuard-მა გამოავლინა 88 კალბი მტკიცება, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტთან და რომელსაც ასობით მილიონი ნახვა ჰქონდა, მათგან ბევრი ირანისთვის სასარგებლო დღის წესრიგს ავრცელებდა. სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმაც დააფიქსირა ირანის მხარდამჭერი ქსელები, რომლებიც იხენებდნენ ყალბ და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კონტენტს ომის პროპაგანდის გასავრცელებლად. ეს ის ნაწილია, რომელსაც ირანის სახელმწიფო ტელევიზია არ აჩვენებს. რეჟიმს სჭირდება გამარჯვების განცდის შექმნა, რადგან რეალობა მის ბუნებასთვის ზედმეტად მძიმეა. ეს პროპაგანდის ომი აშკარა გახდა, როდესაც გავრცელდა მტკიცებები ამერიკულ გემებზე თავდასხმის, განადგურებულ ბაზებსა და ირანის გამარჯვებებზე, რომლებიც შემდეგ დასაულმა წყაროებმა და გადამოწმებლებმა ეჭვქვეშ დააყენეს. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ გაანადგურა ირანული მცირე ხომალდები, ჩაჭრა რაკეტები და დრონები და უსაფრთხო მარშრუტით გაატარა გემები პროექტ თავისუფლების ფარგლებში. კარმა ასევე ჩანს სხვა ქვეყნების რეაქციაში. გაერთიანებულმა სამეფომ რეგიონში გაგზავნა HMS დრაგონი, ხოლო საფრანგეთი ჩაერთო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 40-ზე მეტი ქვეყანა მოწვეული იყო, რათა განეხილათ ვაჭრობის დაცვის მისია, ნაღმების გაწმენდა და სამოქალაქო გემებისთვის რისკის შემცირება. ირანმა სცადა ევროპელების დაშინება მხისიერი პასუხის მუხარით, მაგრამ საბოლოოდ საპირისპირო ეფექტი გამოიწვია. ლონდონს და პარიზს მეტი მიზეზი მიეცათ, რომ უფრო დიდი ფრონტი ორგანიზებულიყო. თეირანი კი სურდა, რომ კრიზისის მფლობელად გამოჩენილიყო. ახლა ხედავს, რომ კრიზისს საერთაშორისო მაგიდა განიხილავს, რომელიც რევოლუციურ გვარდიას გლობალურ უსაფრთხოების პრობლემად აღიქვამს.
ზეწოლა ყოველდღიურად აგრძელებს მუშაობას და სწორედ იქ ურთხამს, სადაც რეჟიმი ყველაზე მეტად გრძნობს. რევოლუციური გვარდია მსოფლიო უკანონო ომისკენ უბიძგებს, როდესაც სამოქალაქო მარშრუტებს, სავაჭრო გემებს და გლობალურ ენერგიას პოლიტიკურ ზეწოლის იარაღად აქცევს. მაგრამ ეს მეთოდი უკვე მოძველდა. ისტორიული შედარება ბევრის გაგებაში გვეხმარება. 1986 წელს მუამარ კადაფიმ სცადა სიდრას, ხურე ხმელთაშუა ზღვაში პოლიტიკური დაშინების ზონად ექცია. მან გამოაცხადა ეგრეთ წოდებულ სიკვდილის ხაზი და აცხადებდა, რომ ამერიკულ ძალებს არ უნდა გადაეკვეთათ ეს ტერიტორია. ლოგიკა გავდა იმ რეჟიმებისას, რომლებიც სამხედრო მუქარას იყენებენ მარშრუტების, ზღვებისა და მოლაპარაკებების გასაკონტროლებლად. მაგრამ რონალდ რეიგანმა შანტაჟი არ მიიღო. შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა გადაკვეთეს ეს ტერიტორია, რათა დაედასტურებინათ ნავიგაციის თავისუფლება. ლიბიის თვითმფრინავებმა და სარაკეტო ბატარეებმა რეაგირება მოახდინეს, ხოლო ვაშინგტონმა პასუხად ლიბიის გემებსა და სამხედრო პოზიციებს დაარტყა. თეთრმა სახმა იმ დროს განაცხადა, რომ ლიბიის გემი არპუნის რაკეტებით დააზიანეს, მას შემდეგ რაც ის ამერიკული ძალებისთვის საფრთხედ მიიჩნიეს. ლოს-ანჯელეს ტაიმსმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბიის გემები გაანადგურა, თავად კი არც ერთი გემი ან თვითმფრინავი არ დაუკარგავს. ეხლა იგივე საფრთხე ირანს ემუქრება, ამიტომაც ეს კვირა თეირანისთვის კატასტროფულია. რევოლუციურმა გვარდიამ გამოიწვია ზესახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ პასუხი გასცეს, მოკავშირეები ჩართოს ოპერაციაში და პოლიტიკური არგუმენტი გამოიყენოს ზეწოლის გასაძლიერებლად. სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს, რომ რეჟიმები, რომლებიც დაშინებაზე ფსონსდებენ, ძვირად იხდიან, როცა ცდილობენ ძალით მოახვიონ თავიანთი ნება. არგენტინამ 1982 წელს დაიკავა მალვინები. ფიქრობდა, რომ გაერთიანებული სამეფო ძლიერად არ უპასუხებდა, მაგრამ ბრიტანეთის პასუხმა სამხედრო ხუნტა დაამხო და ეს არასწორი გათვლის გაკვეთილად იქცა. ერახმა 1990 წელს ქუვეითი დაიპყრო, იმ იმედით, რომ ნავთობსა და ტერიტორიას გააკონტროლებდა, მაგრამ საბოლოოდ შეეჯახა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილ საერთაშორისო კოალიციას. სლობოდან მილოშევიჩი სერბეთი ცდილობდა დასავლეთის ზეწოლას ბალკანეთში წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა იზოლირებული, დაბომბილი და პოლიტიკურად დევნილი. ყველა ამ შემთხვევაში მკაცრმა რეჟიმებმა შიდა პროპაგანდა რეალურ ძალასთან აურიეს. ირანს ახლა იგივე საფრთხე ემუქრება და არც მომს თავისი მხარდამჭერები, რომ იმარჯვებს, მაშინ როცა მსოფლიო ერთიანდება მისი მოქმედებების შესაზღუდად. რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებული ტყუილი ყოველდღიურად ფაქტებით მჟღავნდება. თუ ეკონომიკა მყარი იქნებოდა, თეირანი სანქციების მოხსნას წინადადების ცენტრში არ დააყენებდა. თუ რევოლუციური გვარდია დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ ძალაში, ის ასე მუქარით არ უპასუხებდა თითოეულ ევროპულ ნაბიჯს. თუ ხელმძღვანელობა ერთიანი იქნებოდა, დიპლომატია სამხედროებსა და სახელმწიფო პროპაგანდას შორის ასეთი განსხვავებული განცხადებები არ იქნებოდა. რაც ახლა ხდება თეირანისთვის მძიმე გამოცდაა. თუ ის კვლავ გააგრძელებს საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას, ნახავს როგორ გაიზრდება პროპაგანდასა და რეალობას შორის არსებული სხვაობა. ირანის კატასტროფული კვირა უბრალოდ უიღბლობის შედეგი არ არის. ეს გაუმდინარეობს თეირანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან და ასევე იმ ფაქტიდან, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველებმა დააჯილდოვეს ისინი, ვინც მსოფლიოს ომის ზღვარზე მიიყვანა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში. ნახვამდის.